რა ძირითადი ფუნდამენტური შენიშვნება გაქვთ იმ გადაწყვეტილებებთან, რომელიც უკვე რეალობად იქცა, იმიტომ რომ ერთ დღეში ფორსირებულად ორი მოსმენით მიიღეს დღეს ცვლილებები. კი ბატონო, მოგესალმებით, დიდი მადლობა მოწვევისთვის და საკითხის კიდევ ერთხელ დაფარვისთვის. პრობლემას მოდით დავყოთ ორ ნაწილად. ერთი ნაწილი, რომელიც ზოგად პრობლემას შეეხება განათლების და უმაღლესი განათლების სისტემასთან დაკავშირებით და რომელზეც ბევრი იყო საუბარი და მეორე კონკრეტული საკითხები შეგვიძლია განვიხილოთ, რომლის პროპაგანდისტულად წარმოჩენასაც ცდილობენ პოზიტიურ კონტექსტში, თუნდაც ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით უფასო განათლებისადმი. პირველ საკითხად შეეხება, რაზეც ბევრი იყო საუბარი, რას უქადის ეგრეთ წოდებული უმაღლესი განათლების რეფორმა, აქ რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი. პირველი ეს არის სრული იზოლაცია და ევროპულ საგანმანათლებლო სივრცისგან საქართველოს ჩამოშორება. ანუ ეს არ არის, რომ ორიენტირი შეიცვლება და ევროპულ საგანმანათლებლო სივრცეს ჩამოშორდები და სხვა ორიენტირი გვექნება. ეს არის სრული იზოლაცია ჩვენი სისტემის, იმიტომ რომ იმ ავტონომიურობის და აკადემიური თავისუფლების პირობებში, რომელიც კონსტიტუციაში გვიწერია, თუმცა რეალურად ამიღებული კანონებით მთლიანად უქმდება სრულად ავტონომიურობა, უნივერსიტეტების და აკადემიური თავისუფლება, შეუძლებელია იყო ევროპული საგანმანათლებლო სივრცის ნაწილი, ხოლო თუ საუბრობთ ალტერნატივაზე, თუნდაც რუსულ ალტერნატივაზე, ესეც შეუძლებელია, იმიტომ რომ ეს არ ხდება ერთ წელიწადში, ჩვენ ვიცით, ჩვენი ახალი თაობა წარმოუდგენლად მოუმზადებელია, თუნდაც რუსეთთან ინტეგრაციის თვალსაზრისით. ამიტომ ეს არის სრული იზოლაცია ჩვენი საგანმანათლებლო სივრცის და ჩვენი სისტემის. მეორე მნიშვნელოვანი კომპონენტი ზოგად კონტროლში და ზოგად მიმართულებით ეს არის კონტროლისა და დამორჩილების ინსტრუმენტალიზაცია, ანუ ამ კანონის მიხედვით სრულად კონტროლდება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები, ისევე როგორც იქ არსებული პროფესორ-მასწავლებლები, რათა ისინი დაემორჩილონ სრულად კონტროლს, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი ავტოკრატიული სახელმწიფოებისთვის და ამ თვალსაზრისით არის გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი და ეს იქნება სრული კონტროლის დამყარების მექანიზმი. მესამე მნიშვნელოვანი ზოგად კონტექსტში არის ზოგადად უნივერსიტეტისთვის საკუთარი ფუნქციის, საკუთარი მისიის, ეგრეთ წოდებული მესამე მისიის გამოცვლა, რომელიც გულისხმობს საზოგადოების ფორმირების, მით უმეტეს ჩვენი ტიპის საზოგადოების ფორმირების კონტექსტში სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბების ხელშეწყობის. ამის ნაცვლად ყალიბდება საზოგადოება, რომელიც იქნება მორჩილი, იდეოლოგიზირებული და პოლიტიკურ პარტიას დაქვემდებარებული, რაც ასევე მნიშვნელოვანი ფაქტორია. მთლიანობაში, რო ვთქვათ, არც დამალულობა და გაცხადებულია ეს რეფორმა ანგრევს ისედაც როგორც თქვენ აღნიშნეთ მყიფე უნივერსიტეტებს და უნივერსიტეტის იდეას და მთლიანად უმორჩილებს პოლიტიკურ და ბიზნეს ინტერესებს. ფაქტობრივად ვქმნით სისტემას, რომელიც იქნება ელიტისტური თავისი არსით და ელიტებში გამოზრდის რეპროდუცირებას მოახდენს იმ ახალი თაობის, რომელიც პოლიტიკურ სტაბილურობას უზრუნველყოფს და მეორეს მხრივ ბიზნესსა თუ ამ პოლიტიკურ ელიტას გამოუზრდის ფუნქციონირებისათვის საჭირო აპარატს ყოველდღიური საქმიანობისთვის. ანუ პროფესიული მიმართულებით კადრების მომზადების თვალსაზრისით. ბატონ შალვა, თქვენ აი წლების განმავლობაში გაქვთ შეხება საერთაშორისო ორგანიზაციებთან, იმ სახელმწიფოებთან, რომლებსაც შედეგით აქვთ დადასტურებული და დამტკიცებული, რომ განათლების სისტემის ორგანიზებაში სიტყვა ეთქვენ მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ამ შემთხვევაში მხოლოდ ევროპული სივრცე და დასავლური არ მაქვს ხედველობაში. აი, რომელიმე მოდელთან ახლოს მოდის ის, რასაც ახლა ესენი აკეთებენ. აი, დღეს ბატონ კობახიძეს ჟურნალისტი უსვამდა კითხვას, რომ ხარისხის გაუმჯობესებას, ხო, კონკურენცია დიწილად უნდა განაპირობებდესო. და ანუ ის ამბობს იმას, რომ ჩვენი ამოცანაა, რომ საერთაშორისო დონეზე კონკურენტული გახდეს ჩვენი ახალგაზრდაო და ამიტომ შიგნით საერთოდ გამოდის, რომ კონკურენცია საერთოდ უნდა მოკლას. და იქ ასახელებს, რომ აი წარმოიდგინეთო, რომ სულ რამდენიმე კარგი მოთამაშე გყავდესო და ბევრი გუნდი გააკეთო, როცა ამის რესურსი არა გაქვსო. ძალიან არასწორი და უხეში შედარება ერთის მხრივ, მაგრამ რაღაცა ტიპის მოდელს, რაღაც გამოცდილებას ხო უნდა ემყარებოდეს, როდესაც საზოგადოებისთვის, ერისთვის, სახელმწიფოსთვის ერთ-ერთ ყველაზე და ჩემი აზრით ყველაზე მნიშვნელოვან სფეროს ეხები. ამ მხრივ შეგვიძლია დავამსგავსოთ რომელიმე მოდელს.
ამ თვალსაზრისით შეგვიძლია ვთქვათ, რომ არც ერთ მოდელს არ გავს, ყველაზე მეტად წააგავს საბჭოთა მოდელს, რომელიც იყო და უფრო მეტად ცდილობს მიახლოებას იმ საბჭოთა მოდელის, რომელიც ცოდნა და გამოცდილებას უფრო მეტად აქვს, ვიდრე სხვა რომელიმე ტიპის ქვეყნების გამოცდილებების და ამ თვალსაზრისით ფაქტობრივად საბჭოთა კავშირის მოდელის ხელახლა შექმნას და რესტავრაციას ცდილობენ. ამავე კონტექსტში იგივე კონკურენციასთან დაკავშირებით საინტერესოა, რომ საერთაშორისო კონკურენციას და შესაბამისად ხარისხის განვითარების თვალსაზრისითაც კონკრეტულ საკითხებზე ვისაუბრებ მეორე ნაწილში, თქო, სწორედ ამ თვალსაზრისითაც არის პრობლემა და ყველაზე დიდი გამოწვევა. აქ თუ ავიღებთ კონკრეტულ საკითხებს, აქ შეგვიძლია ვისაუბროთ ხელმისაწვდომობაზე და ამ თვალსაზრისით არსებულ პრობლემებზე, რაც პროპაგანდისტულად წარმოჩენილი აქვს როგორც პოზიტიური რეფორმის კონტექსტში, თანასწორობაზე და ხარისხზე კონკურენციის არარსებობის პირობებში. პირველ ნაწილს რაც შეეხება ხელმისაწვდომობას, უფასო უმაღლესი განათლება, რომელიც იქნა საკმაოდ ფართოდ გაშუქებული მათი მხრიდან, ნათლად უნდა დავანახოთ, რამდენად იზღუდება ამ რეფორმით კონკრეტული ადამიანების ხელმისაწვდომობა დღევანდელი მოცემულობიდან გამომდინარე და აქ რამდენიმე მსხვილი მიმართულებაა. პირველი ეს არის უპირველეს ყოვლისა რეგიონალური უნივერსიტეტები და რეგიონალურ უნივერსიტეტებში ჩარიცხული სტუდენტები, რომლებიც ყოველწლიურად ირიცხებიან და ამ სტუდენტთა რაოდენობა, რომლებიც განათლებისა და აგრარული მიმართულებებზე ირიცხება, არის დაახლოებით 3000. ძირითადად ეს არის სამართლის, ბიზნესის, ადმინისტრირების, სოციალური და პოლიტიკური მეცნიერებების და ჰუმანიტარული მეცნიერებების მიმართულებით. ეს 3000 სტუდენტი პირდაპირ კარგავს ხელმისაწვდომობას უმაღლეს განათლებაზე, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემა და დაბრკოლება განსაკუთრებით რეგიონალურ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მსურველი სტუდენტების თვალსაზრისით. ხელმისაწვდომობის კონტექსტში მნიშვნელოვანი პრობლემა არის, როდესაც კერძო უნივერსიტეტში გრანტის წაღების შესაძლებლობას არ აძლევს დღევანდელი რეფორმის თვალსაზრისით. ამ თვალსაზრისით 2025 წლის მონაცემებით ჩვენ გვყავს დაახლოებით 2585 სტუდენტი, რომლებმაც სახელმწიფო გრანტით შეძლეს კერძო სასწავლებლებში სწავლება. სხვათა შორის ეს რეფორმა არ ურტყავს კერძო უნივერსიტეტებს, ნაკლებად ურტყავს კერძო უნივერსიტეტებს ამ თვალსაზრისით, იმიტომ რომ უფრო მეტად კონკრეტულ ადამიანებს, სტუდენტებს დაარტყავს, რომელთა გადასახდელი იქნება კერძო უნივერსიტეტებში სწავლა, რომელიც აუცილებლად გაწვდდება ამ პროცესს პარალელურად. ანუ შეგვიძლია ვთქვათ, რომ დაახლოებით 3000-მდე სტუდენტი, რომელიც მანამდე ირჩევდა კერძო უნივერსიტეტს, ამ შესაძლებლობას კარგავს. საინტერესოა ამ თვალსაზრისით ბატონ შალვა, მაპატიე გაწყვეტინებთ, რომ მათ შორის განსაკუთრებით ის სტუდენტები, რომლებიც დაბალი სოციალური შესაძლებლობების ოჯახებიდან არიან გამოსულები და რომელთაც განსაკუთრებული, ესე ვთქვათ, უნარები ჰქონდათ და მათი შრომის შედეგად აღწევდნენ უფრო მეც და ელტვოდნენ უფრო მაღალი ხარისხის განათლებას. აი ესენი კიდევ უფრო მეტად გადამისამართებიან უხეშად იძულებულს გახდიან, რომ ცალკეული მიმართულებების მიხედვით შედარებით ნაკლები ხარისხის ცოდნის შემთავაზებელი სახელმწიფო უნივერსიტეტების ფარგლებს ვერ გაცდნენ უბრალოდ. ხო, აქ რამდენიმე ტიპის პრობლემაა. ერთი რომ ვერ გაცდნენ სახელმწიფო უნივერსიტეტებში, რომელიც ხარისხი აუცილებლად დაიკლებს კიდევ უფრო მეტად. მეორე სახელმწიფო უნივერსიტეტებში ჩარიცხვის თვალსაზრისითაც გახდება პრობლემატური, იმიტომ რომ იქ ჩარიცხულთა რაოდენობა მოიკლებს და ჩვენ უნდა გავუმიჯნოთ საშეღავათო პოლიტიკა მისაღებისთვის ჩარიცხვის ნაწილში და დაფინანსების ნაწილში. მაგალითად, დღეს გვაქვს პოლიტიკა, როდესაც ჩარიცხულ სტუდენტებს სოციალური პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო აძლევს დამატებით დაფინანსებას. ანუ გრანტის მიღმა, გრანტი შეიძლება ვერ აიღოს, მაგრამ სოციალური პროგრამის ფარგლებში 1270 სტუდენტი ფინანსდება და ეს არის მრავალშვილიანი ოჯახების, მაღალმთიანი რეგიონების, ოკუპირებული ტერიტორიების, მოსაზღვრე სოფლების
ვეტერანების შვილები, სამშვიდობო ოპერაციებში მყოფი ჩვენი ვეტერანების შვილების და მრავალი სხვადასხვა ჯგუფისათვის ხელშესაწყობი პოლიტიკა, რომელიც გულისხმობს, რომ როცა ჩაირიცხები კერძოდ საჯარო უნივერსიტეტში სახელმწიფო გაძლევს დამატებით ამ თვალსაზრისით შესაძლებლობას რომ ისწავლო. ხოლო ამ შემთხვევაში უკვე ეს სოციალურად დაუცველი ჯგუფები ჩარიცხვის თვალსაზრისით ექნებათ პრობლემა და შესაბამისად დაფინანსება, თუნდაც უფასო იყოს სახელმწიფო პროგრამები, ისინი ამ შესაძლებლობას ვეღარ გამოიყენებენ. ცალკე პრობლემა არის მთლიანად იმ თვალსაზრისით, რომ დღევანდელი ჩვენი მიღების სისტემა მთლიანად ეფუძნება რეპეტიტორობის ინსტიტუტს. ანუ ადამიანები, რომლებიც შეძლებენ უფრო კარგი და კვალიფიციური რეპეტიტორის აყვანას და ამაში თანხის გადახდას, ისინი მიიღებენ შესაძლებლობას, რომ ჩაირიცხონ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში. ანუ დაფინანსების მოდელი შევცვალეთ, თუმცა სკოლაში რომ თანასწორი შესაძლებლობა მივცეთ, ეს არ გვაქვს და რეალურ სიტუაციაში ჩარიცხვა მოხდება რეპეტიტორების ინსტიტუტის დაფუძნებით და ეს მთლიანად დაარტყავს ყველაზე მეტად სწორედ დაბალი სოციალურ-ეკონომიკური სტატუსის მქონე. ანუ ამ რეფორმის ისე გაყიდვა, რომ განათლება გავხადეთ უფასო, არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ტყუილი, რომელიც თან ახლავს აი ამ კამპანიას განსაკუთრებით. სწორედ ეს მნიშვნელოვანი ჯგუფები ზარალდებიან ამით და მთლიანობითი თვალსაზრისითაც კი თუ ავიღებთ დღევანდელი მოცემულობით სახელმწიფო აფინანსებს დაახლოებით 14500 სტუდენტს, ეს იქნება გრანტის სახით დაახლოებით 7000 სტუდენტი, 6000 სტუდენტი, ეს არის ეგრეთ წოდებული უფასო სახელმწიფო პროგრამების ქვეშ, რომელშიც ხშირ შემთხვევაში ადგილები ვერ ივსება, იმიტომ რომ არ არის ისეთი პროგრამები, რომლებიც არის მოთხოვნადი და ეს არის სოციალური პროგრამების ფარგლებში. დაახლოებით 14500 სტუდენტი და დარწმუნებული ვარ, ამაზე ბევრად დიდი რაოდენობა სტუდენტების მიღების თვალსაზრისით არ ექნებათ სახელმწიფო უნივერსიტეტებს 2026 წელს. ანუ ეს არის ერთგვარი გადათამაშება თანხების, მათ შორის კერძო სასწავლებლებიდან წამოღების თვალსაზრისით თუ სხვადასხვა პროგრამების ერთ მთლიანობაში, ისევე როგორც პარალელურად შეზღუდვა ამ სახელმწიფო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩარიცხვის. და მესამე მნიშვნელოვანი საკითხზეც რომ დავიდეთ ხარისხზე, რომელზეც აპირებენ თითქოს დიადი იდეით საგანმანათლებლო სამოთხის შექმნის იდეას გვთავაზობენ, ისე რომ არ ითვალისწინებენ არც ინფრასტრუქტურულ გაუმჯობესებას, არც პროფესორ მასწავლებლების ან ზოგადად მასწავლებლების კომპეტენციის გაზრდას. ამ თვალსაზრისით რატომ იქნება მნიშვნელოვანი პრობლემები? პირველი, რაც თქვენ ახსენეთ, კონკურენციის არარსებობის პირობებში არანაირი мотиваცია არ აქვს არც პროფესორს, არც პროგრამას და არც არავის გააუმჯობესოს საკუთარი პროგრამა. დღევანდელ ვითარებაში, როდესაც კონკურენცია იყო, რომ სტუდენტების მოზიდვა იყო მნიშვნელოვანი სხვადასხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის ერთნაირი პროგრამების პირობებში, ისინი აუმჯობესებდნენ თავიანთ პროგრამებს, პროფესორ მასწავლებლებს თხოვდნენ უფრო მეტი ცოდნის შექმნას, პუბლიკაციების გამოქვეყნებას, ცდილობდნენ საერთაშორისო პროფესორები ჩაერთოთ თავიანთ პროგრამებში, რათა მიმზიდველი გამხდარიყო, ისევე როგორც ცდილობდნენ ყოფილიყვნენ საერთაშორისო პარტნიორობაში, რადგან ეს მიმზიდველს ხდიდა, თუნდაც ერთი სემესტრით გათვლითი პროგრამა მიმზიდველს ხდიდა სტუდენტებისთვის. ყველაფერი ეს აბსოლუტურად დაიკარგება, იმიტომ რომ ადამიანებს ექნებათ გარანტირებული პროგრამა, გარანტირებული ხელფასი და არაფერი არ გითარი мотиваცია მისი განვითარების. აბსოლუტურად დაიკარგება ინოვაციურობა, დღესდღეობით პროფესორებს ჰქონდათ мотиваცია, რომ შეექმნათ ინოვაციური პროგრამები, რომელიც განსხვავებული იქნებოდა დღევანდელი ჩვენი ვითარებიდან და უფრო შორს მიმავალ პერსპექტივაზე იქნებოდა დაფუძნებული და ეს პერსპექტივას მთლიანად ხვდება და ძალიან საინტერესოა, როგორ უყურებს სახელმწიფო, როდესაც სახელმწიფო უნივერსიტეტებს არ აძლევს საერთაშორისო სტუდენტების მიღების შესაძლებლობას. ზოგადად საერთაშორისო სტუდენტები ეს არ არის მხოლოდ და მხოლოდ ფინანსური რესურსი უნივერსიტეტებისთვის. ხშირ შემთხვევაში უნივერსიტეტები თვითონ დებენ თანხებს საერთაშორისო სტუდენტების დასაფინანსებლად, რომ შექმნან მრავალფეროვანი და მრავალმხრივი გარემო და მრავალმხრივი პერსპექტივის შესაძლებლობა უნივერსიტეტებში, იმიტომ რომ სწორედ ამ ტიპის მომზადებული სპეციალისტები ჭირდება. მით უმეტეს, როცა სახელმწიფოს ჰქონდა და აქვს ამბიცია, რომ რეგიონალურ საგანმანათლებლო ჰაბადაც უნდა ჩამოყალიბებულიყავი. ეს ყველაფერი წყალს გატანებული გამოდის.
განსაკუთრებით საინტერესოა ამ კონტექსტში ჩვენ გვაქვს ინგლისურენოვანი პროგრამები, რომელიც ჩვენმა უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებებმა განავითარეს. ამ ინგლისურენოვანი პროგრამების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მახასიათებელი იყო, რომ განსხვავებით ჩვეულებრივი პროგრამებისა, სადაც ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმებად ხშირ შემთხვევაში შინაარსისგან დაცლილი ინსტრუმენტები იყო გამოყენებული და მხოლოდ ფორმალური ინსტრუმენტები და ამ ნაწილში შეიძლება მთავრობას დავეთანხმოთ, რომ ეს შინაარსით იყო სატვირთი. აი ინგლისურენოვან პროგრამებში შინაარსით დაიტვირთა ყველაფერი ეს, იმიტომ რომ მათ საერთაშორისო აკრედიტაცია უნდა გაევლოთ საერთაშორისო სტუდენტების მოსაზიდად. ეს იქნებოდა მაგალითად აბეტის აკრედიტაცია, რომელიც ამერიკის ტექნოლოგიების მიმართულებით პროგრამების აკრედიტაციას გულისხმობს და ქართულმა უნივერსიტეტებმა გაიარეს და ჩვენ გვაქვს ამერიკული პროგრამების შესაბამისი პროგრამები საქართველოში და ამაში ჩადეს რეალურად დიდი რესურსი და მნიშვნელოვნად განავითარეს, ისევე როგორც სამედიცინო მიმართულებებით ჩვენ რადგან ვართ მსოფლიო მედიცინის ფედერაციის წევრი, იძულებული იყვნენ ხარისხის უზრუნველყოფის რეალური მექანიზმები ცალკე თემებია ბატონ შალვა, ინფრასტრუქტურა, ლაბორატორიები, უამრავი ისეთი ტიპის, ასე ვთქვათ, სისტემური მნიშვნელოვანი მიღწევები, რომელსაც დაჭირდა დეკადები, დაჭირდა უზარმაზარი ფულის ინვესტიცია, დაჭირდა უცხოეთიდან აქტიური მონაწილეობა ჩვენი მეგობარი სახელმწიფოების, ამაში ძალიან დიდი ფული, რესურსი, ენერგია ჩაიწერა. სტუდენტებს რომ აღარ მიიღებს უნივერსიტეტები, მათ мотиваცია რომ საერთაშორისო აკრედიტაცია მიიღონ და შინაარსით რეალურად დატვირთონ, რაზეც კი მათ შორის ინფრასტრუქტურით არანაირი мотиваცია არ იქნებათ. ანუ საერთაშორისო სტუდენტები ხელს უწყობენ ხარისხის განვითარებას ადგილობრივი სტუდენტებისთვის. გასაგები გახდა ეს არგუმენტი, ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ ასე კარგად ახსენეთ, იმიტომ რომ ვიღაცა მიფიქრა, აი, რატო უნდა აფინანსოს უცხოელი სტუდენტი სახელმწიფო და ასე შემდეგ, მაგრამ რო შევაჯამოთ ბატონო შალვა, მესმის რომ ეს ისეთ თემაა, რომ მარტივად ამ შეჯამება რთულია, მაგრამ აი, მოკლე და საშუალოვადიან პერსპექტივაში რა მთავარ პრობლემურ შედეგებს მოუტანს ეს ქვეყანას და ჩვენს მომავალ თაობას? მოკლევადიან პერსპექტივაში ეს იქნება, რაზეც არის გათვლილი რეალურად უნივერსიტეტის იდეის დანგრევა და კონტროლის მექანიზმების ამუშავება. ანუ სახელმწიფო შეძლებს უფრო მეტად გააკონტროლოს უნივერსიტეტები მთლიანად და აკადემიურ თავისუფლება ჩაკლას. მათ შორის კონკრეტული მიზნები აქვს კონკრეტულ უნივერსიტეტებთან მიმართებაში. ეს იქნება კერძო თუ საჯარო, მათ შორის ილიას უნივერსიტეტი იქნება თუ კერძო სექტორში, რომელიც უფრო მეტად გაუჭირდება თავისუფალი აგრარული და საქართველოს უნივერსიტეტები. ილიას უნივერსიტეტი უნდა ვთქვათ, რომ დღეს არის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული უნივერსიტეტი საქართველოში და მსოფლიო რეიტინგებით ის არის ნომერ პირველი უნივერსიტეტი და მრავალპროფილური და ისტორიულ ტრადიციაზე როცა ფოკუსირებენ განათლების რეგიონალურ ჭრილში გამყიდველობაში რომ დავაზუსტოთ. საქართველოში არის ნომერ პირველი, რეგიონალურ ჭრილში ის არის ასევე ლიდერი უნივერსიტეტი და მსოფლიოს რეიტინგებში ხვდება როგორც ერთ-ერთი წარმატებული უნივერსიტეტი. ეს არის ფიზიკის, მათემატიკის, დედამიწის შემსავლელი მეცნიერებების, ქიმიური, ბიომედიცინის მიმართულებები, ეს არ არის პედაგოგიური მიმართულებები და ამ მულტიდისციპლინური მიმართულების უნივერსიტეტის დანგრევა არის ერთ-ერთი მიზანი, რომელსაც მიაღწევენ. მოკლევადიან პერსპექტივაში, საშუალოვადიან პერსპექტივაში მიაღწევენ, რომ ეს იქნება იდეოლოგიზირებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება და გრძელვადიან პერსპექტივაში ეს იქნება უნივერსიტეტები და საზოგადოების ნაწილი, უნივერსიტეტი აღარ იქნება ინსტიტუცია, რომელიც იდეალურად მოერგება ავტოკრატიულ თუ არა ტოტალიტარულ სისტემას, რომლის კენაც უკვე მნიშვნელოვან წილად ასევე გადადგმულია ნაბიჯი.